Kalatonunaana, როგორ გრძელდებით? კარგად გენაცვალე. თქვენც მე მგონი კარგად იქნებით, ისეთი ლამაზები ხართ, მომღიმარეები ხართ, რომ თქვენც მე მგონი ჩემთან ერთად კარგად იქნებით, არა? ჩვენც კარგად. ხო, წამოგვიდგინოთ თქვენი თავი. მე ვარ მაღრანი საჯარო სკოლის დირექტორი, გულისა მათელაური და ამავე დროს მათემატიკის მასწავლებელი. რამდენად რთულია თქვენი საქმიანობა? საერთოდ პედაგოგიური საქმიანობა არის რთული, როგორც მასწავლებელი ისინი გითხებით თუ როგორც დირექტორი. ეს დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან. დირექტორს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და მეტი ის აქვს და აი როგორც მასწავლებელსაც იმხელა პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ დირექტორს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს და დიდი ის აქვს. ვიტყვიან მოვალეობა. რატომ აირჩიეთ პროფესიად მასწავლებლობა? თქვენ გაინტერესებს როგორც მასწავლებელი, მე როგორც მივხვდი. როგორც მასწავლებელი, რატო აირჩიე მასწავლებლობა? ადამიანი საერთოდ რომ რაღაცა მისნის მიღწევა და რაღაცა და თქვენც ესე ხართ, რაღაცა პროფესიას ირჩევთ რა, რაღაცა უფრო მოგწონს, რაღაცა უფრო გვიტაცებს, რაღაცა გვინდა რომ დავმკვიდრდეთ, ვიყოთ წარმატებულები იმ საქმეში და ვიყოთ მაგალითის მიცემები. ხო, ეგრეთში მასწავლებლობა, რადგან მასწავლებლობა იმხელა პასუხისმგებლობა და თითოეული ბავშვი იმხელა ზრუნვა არის, რომ თქვენ მე უნდა აღზარდო სწორი მიმართულებით ბავშვი, სწორად ვასწავლო, ჩაუნერგო წინსვლისა, წარმატებისა, საგნის მიმართ, ადამიანობის მიმართ. როიტვა ყველაფერი უნდა ასწავლოს მასწავლებელი, მათაზეც არის მასწავლებელი ზოგიერთი, მაგრამ მრავალი ბავშვის მშობელი. რას აკეთებს სკოლა, რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ? როგორც როგორ დამიშვა გითხრა? ბევრს ვაკეთებთ. როგორ არ ვაკეთებთ? გვაქვს ყველანაირად ჩართულობა, აქტივობები, სხვადასხვა ღონისძიებები. მე მგონი თქვენაც აღებულობთ ამაში ოლიმპიადები, ფორმალური და არაფორმალური ექსკურსიები, რომელიც უფრო უახლოვდებით და უფრო ერთად ახართ ლაშქრობები, ასევე რესურსი, კიდაც საგნის მიმართ შემოგვაქვს რესურსები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ უფრო მეტად და უფრო კარგად აღიქვათ თქვენი ისინი საგნის მიმართ ყველა საგანზე, რომ უფრო მეტად როგორი მოსწავლეები ვართ, რას ვიჩვენებთ? საუკეთესო. გულახდილად ვიძახით, ამდილად ძალიან კარგები ხართ. ერთ-ერთი სამაგალითო კლასი ხართ, რო ითქვია. ყველანაირად კარგები ხართ, სწავლაშიც, ცდილობაშიც და სხვადასხვა აქტივობებშიც. შევით რას ვირჩევ? იმდენად კარგები არიან და იმდენად ისინი არიან, რომ მე არ მოდუნდნენ და გააგრძელონ ასეთი რიტმით და უფრო აქტიურად. უფრო მეტი სიახლეები გველის, უფრო მეტი სხვადასხვა ისინი შემოდის, რო იტყვიან სიახლეები და ამ სიახლეებს ნამდვილად ნაუყოლოთ ნაბიჯი და ნაბიჯნავით აუყეთ. მადლობა.